დღეს ჩატარდა კიბოს სოფლიო დღე, საერთაშორისო აღინიშნება ონკოლოგიის დღე. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ონკოლოგია არის უკვე არა მარტო სამედიცინო, არამედ სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული გამოწვევა. შესაბამისად, მას ჭირდება ესეთი სისტემური პასუხი, ჭირდება გვერდში დგომა, სოციალური სოლიდარობა, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა და მობილიზება, იმიტომ რომ ყველა სფეროზე, ყველა ოჯახიდან დაწყებული ჯანდაცვის და საერთოდ მთლიანად ქვეყნის პოლიტიკით დამთავრებული ყველაფერზე ახდენს ზემოქმედებას. ამიტომ ესეთი შეხვედრები, ესეთი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს იყო წარმოდგენილი ორი ძალიან საინტერესო პრეზენტაცია კიბოს გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოში, იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც ხორციელდება კიბოს ადრეული პრევენციის, მკურნალობის. განხილული იყო 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის მიღწევები ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ საომავლოდ დაიგეგმა არაერთი საინტერესო ღონისძიება, რომელიც მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას, რომ გავზარდოთ მოცვა სკრინინგის კუთხით, ამავდროულად გავზარდოთ მოცვა ვაქცინაციის კუთხით და შევამციროთ ის ნეგატიური ეფექტი და გავლენა, რაც ამ ვერაგ დაავადებას აქვს. სკრინინგი გამოვლენილი საწყის სტადიაზე კიბო აუცილებლად დაძლევადია ერთად და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლის კიბოს საერთაშორისო დღე ძალიან სამოტივაციო სლოგანით აღინიშნება. მე ვარსებობ, ესე იგი შევძლებ და მთელ სოფლიოში ზუსტად ამ სლოგანით მოუწოდებთ თითოეულ პაციენტს, რომ რათა შევებრძოლოთ დროულად კიბოს. რაც თავარია, წინასწარ ჩავიტაროთ პრევენციული ღონისძიებების სკრინინგი, რომელიც სრულიად უფასოა ჩვენს ქვეყანაში, არაერთი მიმართულებით. Today we are marking the World Cancer Day, and on this occasion WHO has released a global analysis on cancers. The key message is that 40% of all cancers globally are preventable. For the time being, tobacco remains the main cause of cancers globally, with 17% of all cancers being caused by tobacco. On the second place are various infections leading to cancers, and on the third place is alcohol. There are highly preventable cancers like cervical cancers, for example. Cervical cancer with a very effective vaccine, HPV vaccine, very effective screenings, identifying the precancerous lesions that can be treated. So we are moving to a stage when we will have a new generation of women living free of cervical cancer.